სალამი გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. გუში მე მინდა სიტყვას არ გავაკეთო. კი ბატონო. მაგაზე. ესე იგი დღეს მთელი დღე ტრიალებდა ჩემი ვიდეო, სადაც თითქოს და ესე იგი Duchenne სინდრომზე ვიღიმი თუ ვიცი თუ ვერ მივხვდი, რა თქმა უნდა ჩვენ ვაპარაკობდით იმაზე, რომ ამ ოპოზიციას, რომელსაც ესე იგი რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ეხა გადაწყვიტეს, რომ სოციალისტური პრობლემა არის, ეხა გადაწყვიტეს, რომ ფასებია პრობლემა, ანუ ისინი, რაზეც ჩვენ გვეჭხუბებოდნენ ადრე ლიბერტარიანელები რა. რა თემასაც უნდა იმას მოირგებენ. და ამაზე ჩამეყიმა, რომ ეხა რა თემა აქვს არჩეული თქვა, არ ვიცი, მაგრამ ეს მანიაკები ხარ ამდენი ვიდეო მოუჭრიათ, მე თავს კი არ ვიმართლებ ვინმესთან, მე კიდე ვინმემ თუ რამე ვერ გაიგო, კიდე შეიძლება იმას მომხრებს ველაპარაკებთ. რა თქმა უნდა, ხარ ამდენი ვიდეო მოუჭრიათ, ლინო ლომჯარიამ რო დადო ჩემი მოჭრილი ვიდეო, პირდაპირ პირველი სიტყვები არ არის. და არის სხვა აზრი რა. ხარ ამდენჯერ ყოფილა ეგრე. ეხლა არ ვიცი, არსებობს ადამიანი დედამიწაზე მანიაკი თუ არ არის, რომ ამ თემაზე იცინოდეს? ხო, რა თქმა უნდა, გაწვენო იქ გამოიწვევს მარტივად, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად არის დანახვადი. ერთი რომ გავრცელების ნაწილში როგორი ხარხნული წესით დაიწყეს გავრცელება და მეორე რა შინაარსით დაიწყეს გავრცელება. აი რეჟიმი, ეს არის რეჟიმის სახე, ეგ იყო ლეიტმოტივი რა, ამ ყველაფერს. და ანუ რეჟიმის სახე არის ის, რომ შენ რაღაცა კონკრეტული კომენტარი გააკეთე, როგორც ახსენი, ზუსტად ისე, სადაც შენ კონკრეტულად თან მაშინ ნანუკა ჟორჟოლიანზე მიდიოდა საუბარი და ანუ შენ ნანუკა ჟორჟოლიანის ფიგურაზე, მის ქმედებაზე და ასე ჩაგიღმა, რომ ის უკვე რომ რაღაცა ჩვენ გვინახავს ხომ ის ბევრი ნანუკა ფემინისტი ყავს ნანახი, ნანუკა დამცველი, მიზოგინი ყველანაირი ყავს ნანახი. ანუ გუნ გააკეთა კომენტარი, აი ეხლაო აქ სპეკულატიურად მე ანუ ამ სივრცეშიც გამოჩნდაო და მაგაზე იყო ხო კომენტარი რეალურად რა და ნუ მე რა თქმა უნდა თემა მაოხრებელმა ოპოზიციურმა გზირებმა აიტაცეს ეს როგორც რომ აი ნანუკაზე რომ რაღაცა ავანტყო ბავშვებს დაცინის ნანუკაზე და ეს არის რეჟიმის სახე და აი ყველანი ხართ ეს და აი ანუ გარჩა ნანუკაზე მინდა ერთი სიტყვა თქვა და თქვენ დაამატეთ ბიჭო ძალიან მაგარი წერილი ქონდა დღეს ხო აი მაგასაც გამიხილოთ მაგრამ თქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა სამართალ დამცავებო 3 დღით 3 დღე ეს არის ამოსუნ თქვა უბრალოდ წავიდა კაპეზეში ციხეზე ლაპარაკობს, ახლა ჩემი ციხეში დაჯდომა, ციხე გამაგრდი, ყველა უთulis ასე ვთქვათ, გამხნევების სიტყვებს და ჩაჯდა 3 დღით, ხო? ჩვენი პერიოდის ციხეში და არა ნაცების პერიოდის ციხეში. ხო, არა, ციხეშიც არ არის, კაპეზეზეა. ხო. 3 დღე ისე გაივლის, როგორც აი და ციგნები შეუტანეს, ცხოვრების ციგნი რო არ წაუკითხია და ეხლა ციგნები მოუმარაგეს 3 დღის განმავლობაში და გადაშალოს ციგნი. 3 გვერდი შეგვიძლია წაიკითხოს რა. რა უნდა წაიკითხოს, ბიჭო, მაგას არ წაიკითხავს. ნუ რამე თხადა გიგო მაგას. არც მაგას არ ვერ წაიკითხავს, არ შეუძლია წაიკითხოს. ხო და ეს კომიკურია, ნანუკა ჟორჟოლიანი თავისუფლების მებრძოლი ჩასვეს ციხეში, უკვე ხო ვითომ თემა და რამდენი ხნით 3 დღით. აბა რეპრესიები. ანუ ჩვენ გვაქვს რაღაც კულტურაში, არა მარტო ქართულ ზოგადად კულტურაში, სოფლიო კულტურის მასშტაბით მგზავრის წერილები, ჩვენ გვაქვს რაღაცა წერილები ციხიდან დოსტოევსკის და ამას დაემატა ნანუკას წერილები ციხე. აი რაღაც რამშის ჩანაწერები ციხეზე. ხო, მე კრაზანა რო არის. ციხეში სხვა ჩავა. ტიგინი გახსოვს? ანუ ციხიდან ოსკარ ვაილდის ციხის ჩანაწერები არის. პროფუნდის. კი ბატონო. აი მაგას დაწერს ახლა, პროფუნდის. ყველაზე მაგარი გრამშია რა, ალბათ ციხეზე. დოსტოევსკი, ზაპისკი ხო, რა თქმა უნდა. დოსტოევსკი ძალიან მაგარი და გავიხსენოთ დანუკას თანასწორი სერვანტესი. სერვანტესი კი ბატონო. ციხეზე დაწერა. არა. ნუ ნერუდა ციხეში ლექსებს წერდა ძმაო და რავი ახლა. ამბო ნერუდა კი ბატონო გეთახმებით და ამ რა თქმა უნდა ნანუკა პოხორტა შეუერთდა რა. როგორც დიდი პოეტი და დღეს წაიკითხავს, ხვალ გაიაზრებს და ზეგ დაწერს. სხვა შორს თუ რამეს წაიკითხავს ალბათ ერთ-ერთი მიშას აგრო ძალის გამოგვიძება. ხო, იმის სცენარი არის, ხო? просто მაგას Star Wars-ის სცენარი, კარგი. გავუშვათ შვილი მარიამ გეგუჩაძე. მე მგონი ახლა არ არის გაშვება. დედაჩემი არანორმალურად ძლიერი ადამიანია. ვიცი რომ არანორმალურად ძლიერი ვარ, შევთანხმდით. არანორმალური არის კი ბატონო. გავუშვათ აბა ზურა გირჩი ჯაფარიძის კომენტარები.
არა ჩვენ ეგ უფლება გვაქვს ეხლა მოსაყოვებელი და ეს უნდა ესმოდეს ყველას მაგ უფლებას დავაპაუზოთ სანამ ყველაფერი ხო არის ამ ამერიკული თემიდან განმოღებული რა ამათ რომ ანუ აი მაქსიმალური რაღაცა ასლი კონდეთ ამერიკული პოლიტიკიდან და ბიჭო ერთი წამი ის სტოპ კადრი აი უყურე ბიჭო ლეიკო აქვს მიკროვი ანუ იმათ აქვს ხოლმე ძალიან დიდი ეს ბროშკები დიდი ბროშკები და დაბეჭდეთ ბიჭო ფული გაიმეტეთ მაგის რომ ბროშკა გაიკეთოთ ლეიკო თეატრია ანუ ტიმმა ნაკლეიკები დაბეჭდეს და პროჯექტზე იკრავენ ნაკლეიკებს იმენა იმას ხო კარგად ყიდულობს რა ქვია Airborne Division და ამერიკის სახმელეთო ძალები და ისინი ბროშკა გაიკეთეთ ბიჭო რაღაცა ნორმალური ეს რა არის ჩემს ბროშკა ახ სამკერდე ნიშანი ისე ვიზუალზე გავამახვილოთ ყურადღება თუ მოусმინოთ რას ამბობს ნუ ხა საჯდომით მოუბარკაც როგორ არ უნდა მოусმინოთ გავუშვით თავიდან არა ჩვენ ეგ უფლება გვაქვს ეხლა მოსაყოვებელი და ეს უნდა ესმოდეს ყველას მაგ უფლების მოპოვება სჭირდება რომ ქუჩაში ვიყოთ ძალიან ბევრი და ვიყოთ გაბრაზებულები არა უბრალოდ გამოვიდეთ უბრალოდ არამედ ვიყოთ ძალიან გაბრაზებულები და ბევრი გაბრაზებული ადამიანი თუ იქნება ქუჩაში ეგ არის წნეხი ესეთ რეჟიმებზე კი ამაზე ბევრად ბრუტალურ რეჟიმებს დაუხევათ უკან და კი იძულებული უნდა გახდე რომ დათმონ და ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები გასაგებია რომ შეიძლება ყველაფერი არ დათმონ გასაგებია რომ შეიძლება იდეალური არჩევნები არ ჩატარდეს და მე არ მჯერა ბევრი გაბრაზებული არამზადა იყო გამოსული დაწვეს რუსთაველი არაერთხელ დაზიანება მიაყენეს პოლიციელებს ჭიშკრები გადაანგრიეს და ვის რა ასე ვთქვათ ეს არის ხელოვნური ავტო თვით გაღიზიანება გაბრაზების მასტურბაცია კი ბატონო ეგეც ქვია მდგომარეობაში მყოფი სასტავი რომელიც მაგასაც ვერ ახერხებს რომ ანუ უყურე ძალიან კაი ფილმი არის სიდნი ლუმეტის ნეტვორკი ძალიან ნანახი და იქ გახსოვს ხო ანუ ეს ნიუსების გახსოვს ტელეპროგრამები გაგათავსო და ეს რომ გამოზა რომ ამბობს რომ I made as hell and I'm not gonna take it anymore და ყველაზე მაგარი არის მაგ ფილმში ნეტვორკის სლად შეფირო უარესი როჟა ამაზე ხო ანუ მან ხდება ის რომ ანუ ეს კაცი თავისი ქარიზმით, თავისი რიტორიკით, თავისი უნებით, გზნებით, ემოციით, კი ბატონო, ანუ ისე მართლა აღაშფოთებს ხალხს, რომ ნუ ხალხიც იმაში უკვე გონკაში იქნება რა, რომ უნდა გავახუროთ. კი და ეგ ამ თავარი თემა. და ბიჭო, ესენი სრულად ურეიტინგო, უქარიზმო, არ ყოვლად ქართულ ყველაფრისგან დაცლილები. არა მარტო ქართულ. ანუ ეხ გამოდიან და აი ზურა ჯაფარიძის რაღაცა აი ეს ბლუყუნი რომ ვინმეს გააბრაზებს, რომელსაც არ აქვს გასაბრაზებელი რეალური არანაირი мотиваცია და საფუძველი. ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიანი დამსახურებული პატიმრობა რომ ვინმეს გააბრაზებს. აი რაღაც ელენე ხოშტარია რომ ის არის პატიმრობაში ეგრუ ვინმეს გააბრაზებს და მაგის გამო რომ გამოვა აი რაღაცა გამძვინვარებული ხალხის მასა და რო იტყვის რომ სოხელის ნუ გზარციკლავი აბსურდი რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ წუგი არ არის ბოცო ხო ეს დოლჩები მათი წუგი ბოცოა თუ არა სიტყვოება ჩვენ უბედურების ხარჯზე აი ეს უნდა ყველამ გავაცნობიეროთ რომ უნდა დავაცრულოთ სხვა ამას ვერავინ ვერ დაასრულეთ დიდი მადლობა და აი დოლჩევის ხედავ აქვს ინტელექტუალური მასაჟები გავაჩეროთ ნანახი აქვს ფელინის უგდავი ფილმი დოლჩევი და მაგრამ ვერაფერი ვერ აქვს გამოტანილი მაქედან ის რა ქვია ციკლაური არის იშვიათი მოვლენა იმ ხრივ რომ ეს ითვლებოდა ინტელექტუალად ნაცებს ესე იგი ხები რა პრობლემა აქვს ნაცებს და ეს დოლჩევი და ეს სიტყვება ჩვენი უბედურების ხარჯზე უნდა დავასრულოთ და ვინ არის დოლჩევიტაში ჯერ ერთი და თქვენ რატო ხართ უბედურების ხართ იმ ადგილზე სადაც უნდა იყოთ და კიდე კარგად ხართ კიდე კარგად ხართ დოლჩე ფარნიენტე არიცით აი ეს არის ყველაზე აი ამას უსურებ დოლჩე ფარნიენტეს უსურებ თელ საქართველოს ანუ შენ ხა მე თელ საქართველოს ეს ჩვენი ქვეყანა კი ზუსტად თქვენ რომელიმე ფიქრობთ რომ ბოცოა ხო ეს კი ბოცოს აქვს ფელინის დოლჩევი და გააზრებული კი გამოაზრებული ანუ კაი მაშინ ანუ ფელინის დოლჩევი და დასასრულს როგორ უყურებს რა ინტერპრეტაციას აძლევს ბოცო კარგად გაიმარჯვა სიკეთე ნუ უგდავი ფილმი არა თქო ჩემი აზრით არ მომწონს სასამართლო სად არის შინაგან აკაკი ბობოხიძე როგორც იქნა გამოჩნდა ასპარეზზე და ჩვენც დავაცხრეთ აია ბობოხიძე და ეს არ არის ბოცო ის იყო ბოცო და ეს არ არის აი რა ვერ დაიმახსო არ ხო ჩემს ეგრე იყოფა ეს არის არა ბოცო და ბოცო ის იყო ბოცო ვინც გაუშვი და ვისაც ახლა გაუშვი და არ არის ბოცო კი ბატონო ეს არის ბავშვებს რომ უწოდებდა სამოქალაქო ომისკენ ხო და აი მანდაც მერევა მე
მე მგონი რომ ბოცო მოუწოდებდა ეგრე მახსოვს ეს მოუწოდებდა ოკეი დავაი ამან ომის გარდა არ მიდი ძმა შებერე ზმა მაგრამ ძალიან სულ დღეში ვართ უბრალოდ როგორც ქვეყანა და როგორც ხალხი მე აი ყველაზე მსგავსი რამ მახსენდება დათა თუთაშხია რომ სრულ ეძახიან რომ გესვით მიკავშირი ცხენები და თუთაშხია პასუხობს რომ თქვენის ხალხი ხართ ვინც დურუსესვით თქვენის ხალხი არ ახართ მე რომ ესვითო აბა დაუკვირდეთ რა შვება ქართული ოცნება და სამწუხაროები თქვენ ხართ ბიჭო არა დაბიო რა შუაში არა ანუ ხალხი არის ის ბანდიტები რომლებიც თუთაშხიას ვერ ესროლეს ხალხი არის ის ხალხი ანუ ქართველი თქვენი აზრით აკაცუკებო ხალხი არის ის ბანდიტები რომლებიც გაუპატიურა ეს საწყალი კიკუ და მე ვერ ესროლა იმას ჯوان ვერ გავიგე თუ მართლა მხატვრულ ალუზიაზე უნდა წავიდეთ არ არსებობს გარემოება სადაც დღევანდელ რეალობაში დარწმუნებას ჩვენ მხარეს არ იქნებოდა და იქნებოდა ნაცი სადაც დათა თუთაშხია არის ნაცების საწილი რა თქმა უნდა ანუ არც ერთ შემთხვევაში დათა თუთაშხია არ იქნებოდა ნაცების მხარეს გამორიცხული ეგეთ რაღაცა და ყველაფერს თავი დავანებოთ დათა თუთაშხიას გენიალური ავტორი ჭაბუა ამირეჯიბი სიცოცხლის ბოლომდე იყო ბიზინა ევანიშვილის ხარდამჭერიც გვერდში მდგომიც საჯარო გამოსვლებიდან თუ პირადი საუბრებიდან ბოლომდე მის გვერდში მყოფი ადამიანი რომელიც ამაზე ამბობდა რომ ეს არის ხელისუფლება რომელიც საქართველოს ყველა მიმართულებით დეგრადაციას ახდენს ძალიან კარგად მახსოვს ეს აწყვეტი რომანიდან და ფილმიდან თქვენის ხალხი ხართ მე რომ არ ხართ მე რომ ეს თქვენ წუპაკო მამაზაღლებო წუპაკი მამაზაღლები ძალიან საინტერესოა ეს არის თელი ოპოზიცია იდეალურად ემთხვევა ნაცებს ხო და ლევან ბეჟაშვილი აბსოლუტურად არ არსებული ადამიანი არ გვინდა გიორგი ახობაძე ძალიან საინტერესოა აი გიორგი ახობაძე კაი არსებული ადამიანია მონია რომ ეს რაღაცა დანაწევრებული ცალკე პარტიებით და ყველა თავის რაღაცა იმას ეკაჩება იქით თოქს და უნდა რომ თავისკენ გადაწიოს რაღაცა პოლიტიკური ველი ეგრე არ გამოვა საერთო ჯამში ყველა რომ ესე არ გამოვა ან ნუ არ ვიცი ყველაზე მსხვილი გაერთიანება რომელიც იქნება რომელიც ხალხის დაკვეთას კურსით ერთვება ხალხის მოგებას მოიპოვებს ალბათ ის იქნება წამყვანი ძალა რომელიც შეიძლება საქართველოს ესე იგი ფროიდი არსებობს და შეიძლება ჩვენ მას წამოსწენებში დავეთანხმოთ ვინ წერს ამას ყურში მითხარით ამ გაშიფროს ვინ წერთ მაღლა მეგო ხო ეს სხვა რამე წერია ხო შენ უყურე შენ ელოდები სიჟოს დღეს მაგათგან და თოკი თქვა კაცმა და თოფს ეკაჩებაო ეს წამოსწენაა ფროიდისტული რა თოფი არა თოკი თქვა და ჯერ ესეთი რა თოკი რა თოფი თქვენ წუპაკო მამაზაღლებო და ამან ჩააბაროს მოპარული წამლები ბავშვებს რაც მოპარა თოფი თქვა თოკი არ თქვა მეც თოკი გავიგე თოფ დარწმუნებულები ხართ? ხელახლა გაუშვათ. სუგაგიჟებულა ეს ხელახლა გაუშვათ. გაუშვება თავიდან. რა თოფი? თოფის გაუშვება. მგონია რომ ეს რაღაცა დანაწევრებული ცალკე პარტიებით და ყველა თავის რაღაცა იმას ეკაჩება იქით თოქს და უნდა რომ თოკი მე მგონი თოქს ამბობს. ეკაჩება თოქს. ცნობილი შეჯიბრება რო არის თოქს ეკაჩება. არა უშავს. თქვენ სწორად გაიგეთ, თქვენი ფროიდისტული ალუზია წამოსწენა სწორია, იმიტომ რომ ელოდებით რომ რაღაცა გააკეთებენ და ვერც აკეთებენ. ირაკლი კუპრაძე. ირაკლი კუ. კი, მე მეუბნები ერთად ჩავიწყო. ბრაზი უნდა ვაქციოს ქმედება. ეს ბრაზი უნდა გამოვხატოთ. გავაჩერე თუ შეიძლება ლაპარაკი თეორიულად სექსის სწავლა. რა თქმა უნდა. ან უწყლოდ იყო ესეთი კარგი ხუთაიში უწყლოდ ცურის სწავლა. სულ ლაპარაკობენ იმაზე რომ ბრაზი უნდა გამოხატოთ და სად არის ეს ბრაზი? გამოხატეთ. ბიჭო, უყურე, მან თავარი და ხო გამოხატეთ. ბოდიში დავასრულებ. თქვენ რამდენჯერმე გქონდა ძალიან ცუდი ბრუტალური მცდელობა რევოლუციისა და მიიღეთ დინგში. მეტი რაღა უნდა გამოხატოთ, ვერ გავიგე. ცეცხლი და ისინი ესრობენ. შალვა, მან ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემდეგი, რომ თუ არსებობს საზოგადოებაში ბრაზი, შესაბამისად მას აღარ ჭირდება
ამის მსგავსი სუბიექტებისგან, ვიღაც ახობაძეების და ირაკლი კუებისგან აბსოლუტურად ამის დაფითილება, რომ ანუ აი ეხლა თქვენ ხო გააქვთ ეს ბრაზი, მაგრამ მოდი მე გეტყვით, რომ თქვენ ეს ბრაზი უნდა გამოხატოთ. ანუ საზოგადოება, რომელშიც არსებობს რაღაცა კონკრეტული რეალური გარემოებებიდან წარმოშობილი ბრაზი, ის საზოგადოება მსგავსი არარსებული სუბიექტების გარეშეც თვითორგანიზების პირობებში მოახდენს ამის манифестациას. აღარ არის საჭირო. ეს არის უკვე ხვეწნა. ეს არის მათხოვრობა. იმასთან დაკავშირებით, რომ აი 26 მაისს გვერდში დაგვიდექით. რაღაც აქციაზე ბევრი გამოვჩეთ, რომ უცხოეთში ვანახოთ ჩვენ დამქირავებელ აგერ ჩვენ ხო ვართ ეს რაღაც წვრილფეხა აგენტობა და ჩვენ ბოსებს ვანახოთ, რომ აი გვერდს გვიმაგრებს რამდენი რაღაცა 1000 ხალხი. მარტო მაგაზე მათხოვრობა. ქართული ოცნების მმართველობის არის თქვენ იდიოტებო, იყო მართლაც ის მომენტი, როდესაც ხალხი ბრაზით გამოვიდა ქუჩაში და ხელისუფლებამ შეისმინა და რაც შეცდომა იყო დაშვებული, გამოასწორა. გვახსოვს ეს მომენტი ყველას. იყო ესეთი მაგალითი. ხო. ხორავას ქუჩის ტრაგედია. კი ბატონო. არა როგორც კი პოლიტიკოსები დაინახეს, გაყარეს ის და ხალხმა, რომელსაც ალალა და კუცვად იყო გაბრაზებული, ხელისუფლებამ დაინახა და უმალვე გამოასწორა ის შეცდომა და ეხლა ყველაფერი კარგად არის. უმალვე. ანუ ქართულ ოცნებას ვერ დაუკარგავ იმას, რომ არ რეაგირებს გულწრფელ პროტესტს, მაგრამ თქვენ არ რაობებო თქვენ რა ბრაზი უნდა გამოახატინოთ ხალხს რა. კი ბატონო. ანაწილიძე გვინდა? არა. რამეს ამბობს მნიშვნელოვანი. თინახი და შედა საინტერესო. იაპონში კი? მანწუთას ჩემი აზრით ყველაზე მთავარი პრობლემა თუ მთავარი შეცდომა არის ის, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს იყოს დომინანტი განსაზღვრელი დღის წესრიგის საკითხების, ვერ ახერხებს ხმაურის გადაფარვას. აი ამ რაღაცა წარმოუდგენელი ხმაურის, რომელსაც ქართული ოცნება მუდმივად ქმნის და დეზინფორმაციის სახელმძღვანელოებში არაფრიდან ხმაურის შექმნა არის ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, ერთ-ერთი პირველი ამოცანა. გარშ მე მაგ ძალიან მარტივი საკითხი ამ ხალბატონთან მიმართებით, ანუ ბიჭო ქვეყნიდან როცა გარბი ხარ. სხვა ქვეყანაში როცა სახლდები, იქ რო საქმდები და მე აი რეკრეაციის მიზნით რო ერთვები რა ოპოზიციურ მედიებს მოდი რა თავი ნუ გამოყავს რა ქვეყანაზე გადადებულ იმად რა მებრძოლად რა აგერ ერთი გაქცეული აგერ სახეზე არის იქ გახარია რო არის კიდე გაქცეული გერმანიაში გაქცეულებზე ვიდა კიდე იქ მამუკა ხაზარაძე გაიქცა კიდე და ძალიან მაგაზე დაჟე ესენი ხო ამუნათებენ ეს აკაცუკები რომ ეგ ფულიოს მო ჩვენ შაგერიცხავ აქ ჯარიმას რო ვიხდი არა ამდენ მილიონერი ვერ გახდებოდა ეგ ესე რო ერიცხა ფული ხო და ბიჭო უყურე ოპოზიციის სპექტრი რა ხდება ანუ ლელოს თავარი ტიპი გაქცეულია გახარიას თავარი ტიპი გაქცეულია აგერ ეს თინახედაშელი გაქცეულია ტიპები იქ წავიდნენ დასაქმდნენ დაცხოვრდნენ ის რაღაცა ბელგიაში რაღაც ისტორიულ შენობას ყიდულობს ხაზარაძე ეს იაპონიაში რაღაც ლექტორად მოეწყო გახარია იქ რაღაც მაშინ არის NGO-ში მრჩევლად დასაქმდა და ბიჭო კიდე აქეთ გერთვებიან ამ რაღაც TV პირველებში და იმებში ფორმულებში და იქიდან გელაპარაკებიან როგორც აი მოვიედი და ჩეგევარა ვარ და აბა აზვირთდი ქართველო ხალხო და გამომყევი მე ვინსან გამოყვას ბიჭო შენთვის გარ თბილად მოკალათებული იქნა იძლევი დაარიგებებს ბოროტეს მამა ბოროტეს არ გავუშვათ იმიტომ რომ მე ესეთი ტილები მაქვს მამა ბოროტე არასდროს აღარ გავუშვათ აღარ არის აქტუალური იმიტომ რომ აბოროტებს მამა ბოროტე აი ვინ არის ერთ-ერთი ვიღაცა რა ნუ პეტრე კოლხი უფრო გავუშვათ პეტრე კოლხი საინტერესოა პეტრე კოლხი ხო მით უმეტეს ყავს ახალი პატრიარქი რომელსაც უკვე პოლიტიკა რაც აქვს ვიცი ჯესეს მოდ პატრიარქები დავიწყე ან გეხოცები რა და თქვენ დავიჭერეთ დააბუნათ ეს ლიბერალებმა რომ რა თქვა აბორტზე ხალხო თქვენ გაგსახეთ ქრისტიანული მორალი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან რა უნდა თქვას არა იმას ეკლესიის წინამძღოლი რა უნდა თქვას ხალხო მაგრამ ვერ გავიგე რა გინდა თქვენ გაეშვით რა NGO-შნიკი პატრიარქი ხო ალბათ და დასასრულს აი თაზოდ გავუშვათ დათუნაშვილი ბაჩო იდეალურ რამეს ამბობს просто უსმენე აუ ეს ოქროა თაზოდ დათუნაშვილი დასასრულს აი აბა დესერტი არ გაიზარდეთ სახში არ გაიზარდეთ
გოგო ძმა არ ყოლ დედმამიშვილი რა ვიზაშვილი არ ყოლ საიდან ამოძვრენ მართლა ქვეწარმავლები საიდან გამოძვრენ რომ სტერილურად იარსებეს აქამდე და ეხა შეუძლიათ რომ საკუთარ ოჯახში საკუთარ მეუღლის ან დედას გაუყრაონ ეს ამბავი რომ ქალს უჩივლე თუნდაც მითხრა რაღაცა უჩივლე თამარ ჩერვოლიიშვილს უჩივლე იქ რაღაც მითხრა ან ნებისმიერ სხვა ასა ერგავი აქ ცოტა უცნაური კაცობს ბიჭო კაცობს ეს რო ეზოში შემხედროდა არ პინჯვარს გადაიწერდი კაცო არა ეს ეზოში დაჟრა არ შეიქნებოდა ესე გადაგდებულ ბურძე მოსატანად ვარ გავუშვები არა აბათ სახსენებელ დროს ამას ფული არ ექნებოდა ვაფშე აი თავს ვიკავებ იმიტომ რომ თაგაზოში მეც უდ ბავშვი ვიყავი და არა აბათ სახსენებელ დროს ეზოში ვერ დაიძმაკაცებდნენ ხო იცი ცუდად იციან ცემა არ არის მოდი აქ დაჯექი შეთა წრევლი დედას არ დაანახო თები ხო და ნუ თაზო დათმაშვილის რო კაცობს და რა არის იცი რა უნდა რომ ვერ გავიგე ანუ კაცი საჩივარში დაწერა გრეხი ამისთვის ეს რაღაცა ვირი ხეზი ავიდა რა დინარება უკუმა დაიწყო ეს პანიაციებით ცხოვრობს რა ხო იცი დანუკა ჟოჟოლინა პანიაციებს რა დაარქვა ახსოვს პანიმანიები რაღაცა ხო და უგზალო ის სიტყვები ხმარება რაც არის პანიმანიები აი არტილერია ხალია რა რა ესეც ხალია მომენტ თაზო ხალი არ არის არა ჰორმონები აღკარად ხალური უფრო ჭარბობს და რა ვიცი სხვა ხალი ვიცეკავს რა როდესაც ცეკვავს ვისთან ალოკესთან გაუშვით სად არის აბა ალოკესთან ცეკვა არ ახსოვს გზნებარე სექსი რო აქვს იმაზე ციხესიზის რაღაც გამოვა ციხეში რეებს შოუგერლსი გახსოვს პოლვერჰუენის არ მომეწონა ეს ხალხ შორის ეს ფილმი არ სხვა ხელახლა რო ნახო იქ გაიაზრებს არის საინტერესო მესიჯები იქ რა კაპიტალისტურ სამყაროსთან ამერიკის კონსუმერისთან არის მესიჯები მაგრამ შოუგერლსი ძმაო ამასთან რასაც ესენი უშვებენ რა ვიცი მართლა შედევრი არის კი ბატონო ჯოჯოხეთი ეს ორი ბოძი არ არის იქ თორე კარგი ეგეთი ვულგარული სტრიპტიზმი არ მინახავს ვიდეო გქონდა ხო და იმითი არ ვამთავრებთ კაცო ალოკესი და კი ბატონო ეხლა თაზოს კაცობით დავიდა ხორმს რო ვყავ გავაჩეროთ ესა ჯოჯოხეთი დედამიწაზე აი ეს არის ეპშტეინის კუნძული ეპშტეინის ნახევარ კუნძული დაჟე მატერიკი არა ძმა დიდი მადლობა ის რომ გვიყვართ ხვალ ჩვენ მოგვიანებით დავიწყებთ ჩვენს გენიალურ გადაცემას რაც შეეხება მუსრის გავლებას ნაძრლებისთვის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე სრული ულშემატკივრობა და რა თქმა უნდა ჩვენ როგორ გაბედავ იმ ვფიქრობ რომ ნებისმიერ ადამიანს ჩვენზე რა ეგ უფრო საკითხავია მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც უხერხულობა და ვერ გაიგო ჩვენმა მომხრება ჩვენ მომხრებს ჩვენს ვინც ბუდის ბოდის უხდით რა თქმა უნდა და იმათ დაძახილზე დაწერილზე არანაირი რეაქცია არ აქვს რა ჩვენ ვიცით სადავად რა მორალით ცხოვრობთ და ასე შემდეგ და ვიღაც აკაცუკების და იდიოტების შეძახებები კიდე ერთხელ გავიმეორებ გულბოზის შვილმა რა გააკეთა შეეხო ჩვენს ოჯახებს თითოეული თქვენთან არის შეეხო ოჯახებს რომ ოჯახები არის დასაგრები თუ ჩვენ მათ ვიცავთ მე სამკაცზე თქვა ჩვენი ოჯახები ხო დასაგრებია და დასაგრებია და თქვენი ოჯახები ვით ჩვენ გვიყურებს და ახლა პასუხი იყო მესმის გვახე მაგრამ ძალიან ადეკვატური მაგაზე არ ჩერტუაში ბოდის არავის არ მოხდი და გაგძილდება მეგდი გვახე პასუხი კი ბატონო იმიტომ სადაც გინდა იქ გავარჩიო ძმო და მე ვიღაცები რაღაცებს იმუქრებოდნენ კიდე Facebook-ში და ამათ გონიათ რომ მე ავიცი ბოლო წლებია ყოველთვის ყოველი დღე მზად ვარ ყველაფრისთვის ამათ გონიათ სამურაი ხარ არა ამათ მართლა გონიათ რომ აი შენ არ იცი არა ამათ გონიათ რომ იქ რა ქვია აი რა არის მაქნისები რა თქმა უნდა დიდი მადლობა მე აგერ ვარ იმ დაცვით მე არ დავდივარ არაფრით ხალხში მივდივარ და ლიფტს ელს ვაჭერდა კაი არა ვაჭერ ხვალამ ნახვამდის მადლობა ყურადღებისთვის